დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებმა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ქურციკები გაუშვეს. 10 სული ქურციკის სააგენტომ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან წამოიყვანა. ცხოველებზე დაკვირვება სპეციალური სატელიტების საშუალებით მოხდება. პროცესში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები ჩაერთვებიან. სახეობის გარემოსთან ადაპტაციის შემთხვევაში საქართველოში დამატებით 150 ეგზემპლარი ჩამოვა. სახეობა საქართველოს ტერიტორიიდან გასული საუკუნის 40-იან წლებში უკანონო ნადირობების შედეგად გადაშენდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროგრამა მიზნად სწორედ ქურციკების ხელახლა გავრცელებას ისახავს. დღევანდელი დღე არის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა ბიომრავალფეროვნების აღდგენის კუთხით ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან ჩვენ მოვახერხეთ აზერბაიჯანიდან როგორც საჩუქარი მიგვეღო 10 ქურციკი, რომლებსაც ჩვენ გავუშვეთ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. ეს არის ჯერინების შემოყვანის მესამე მცდელობა. პირველი ორი მცდელობა ერთი უზბეკეთიდან და მეორე თურქეთიდან სამწუხაროდ წარუმატებლად დასრულდა და ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული დასკვნები წინა შემთხვევებიდან. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ჯერზე მოხდება უკვე ამ პროექტის წარმატებით განხორციელება. ინდივიდები გაშვებული იქნებიან ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიების ველურ ბუნებაში. მობილიზებული ვართ მათ დასაცავად, როგორც მთელი დაცული ტერიტორია ვაშლოვანის, ისე დაინტერესებული მხარეები. ჩართულები არიან აღნიშნულ დაცვის განხორციელებაში, როგორც მეცხვარეები, ისე ჩვენ ტერიტორიაზე მდებარე მესაზღვრეები და სხვადასხვა სამსახურები.